გამარჯობა. სალამი რა უცბად გადის ეს კვირა რა ნიკო რა. ეს წყապ. დღეები რბიან და ჩვენ ვბერდებით. ფილოსოფიისკენ გავი. Tomorrow and. ასე მარტო შათილიშვილი არ არის ფილოსოფოსი რა. ორი ლექსის სოზნა ფილოსოფოს არ ქმნის, მაგრამ ასევე შეიძლება დროზე გინდაც ლექსი არ აქვს. დროზე რო ფიქრობ ნიკო უკვე ფილოსოფოსი ხარ. შეიძლება. ჩემი საყვარელი მონოლოგი შექსპირებიდან არის მაკბეტის. Tomorrow and. ძალიან ცნობილია, ანუ რა to be or not to be-ზე ნაკლებად ცნობილი არ არის. აი Sound and the Fury საიდანაც არის და ასე შემდეგ. ინგლისური ვიცი. ვიცი რა იცი. ნორმალურად. გლობუსის თეატრის ისიც იყავი ეს მსახიობი ხო რაღაც იქ. გითამაშია სცენაზე დამდგარ ხარ. ტვერიგის უნთქია თეატრის. არა, ეგრე არა, მაგრამ მინახავს YouTube-ზე კლიპები, ანუ ერთი სასაცილო კლიპია, რომელიც ძალიან იმოქმედა ჩემზე. თეატრის მსახიობები გამოდიან და ხუმრობით to be or not to be სიწყებენ, ერთადერთი to be or not to be და მეორეც ასევე ცნობილი ვიღაც პრინც ვილიამიც გამოდის ბოლოს და ვისაც უთამაშია და ის მეორე უსწორებს რომ to be or not to be სანდა გააკეთო მახვილი და მე მივხვდი აჰა რამდენადაც ცვლის არ ვიცი რამდენად მაგ საკითხს ეხმიანება მაგრამ მე მაქვს აი ესეთი ხო მაქვს რაღაც ნიკო სლოგანები რომლებიც ვერავის ვერ მივყიდე YouTube-ისთვის მაქვს ეგა YouTube ისა მოცა to be or YouTube ნე ხო ვერ მივყიდე და არ გიკვირს რატო ვერ მივყიდე ხო აი to be და ყველა ელოდება or YouTube ძალიან კაია ეხლა დაურეკავ იმას YouTube-ის თუ აღარ ვამბობ თუზე გადავედი რაღაც სცენარები ეშლებოდა ვინც გიყურებს და ეხლა ალბათ ესეა if ხომოგი გრიხეთ კისერია აბა ვერ დაუდექი ესე იგი ვერ დადექი ჯეროვნად ადრე ვახსენეთ ეს ფრაზა ინგლისურზე რახან ვამბობთ ინგლისურენოვანი ფრაზა იყო new normal რომელიც კოვიდის დროს გახდა პოპულარული რომ ეხა რაც არანორმალური იყო რომ სახში ხარ ახალი ნორმალურობა და შემდეგ იყო ბრძოლა ამასთან დაკავშირებით რომ არ მივიღებთ ამ ახალ ნორმალურობას გარეთ პირბადით რატომ უნდა გამოვიდეთ ასე შემდეგ და ჩვენ შემოგვეპარა იმაში არ იყოს მაკბეტის მონოლოგისა creeps in და არ მახსოვს ხა ზუსტად ზეპირად ეს ახალი ნორმალურობა იმისა რომ პიტერ უსტინოვი ვერ რა პიტერ უსტინოვიც ვერ აღარ ხო როცა ამ კვირაში რამდენ კაცს მიუსაჯეს ორ-ორი წელი თუ რაღაცა აქ 15 კაცი გაასამართლეს იქ დღეს რამდენი დაიჭირეს 20 ადამიანი 19 თუ 16 ამჯერად ვისაგინა მანდატურების სამსახურის უფროსმა არ ვიცით ვექაუდი შარიას ხარ შეუგინებია იმისთვის გაიგოს ხალხმა ამ კაცის ისა ძალიან ცდილობს რომ დარჩეს რაღაცნაირად ისტორიაში ხო და მოკლედ ყოველდღე ხდება ისეთი რაღაცები რაც თავის დროზე წლების წინ 2 წლის წინ თუნდაც იქნებოდა დიდი ხნის სალაპარაკო მაგრამ მოვლენა იქნებოდა რომ ეს გახსოვს რომ მოხდა და ეხა არის რომ დღეში 2 ცალი იყოს და კი არ ვამბობ რომ ვინმე შეეგუან რაღაცა მაგრამ აშკარა არის რომ ეს ახალი ნორმალურობის იმან ქაქმა დაისადგურა არა კი და აი შენ თავს იჭერ ხშირად იმაზე რომ აი სიტყვაზე ის რო არის თვითონ მუხლი რომლის მიხედვითაც ასამართლებენ რომ ითვალისწინებს რაღაც დიდ ვადას პატიმრობისას მე ან რომ გადაკვალიფიცირდება ან საერთოდ შემცირდება აი ექვსე როა ლაპარაკი და უცბად 2-ით რო გამოუშვებენ რაღაცნაირად შენ თავს იჭერ და არ არის ეს სწორი რომ ვიცი თლათ ისე ცუდათაც არ არის საქმე და სინამდვილეში ალბათ მიზანიც ეგ არის ხო რომ აი გაღმით შეედავე გამოღმით შეგჭება ხო ახლა აი ეს ახობაძის და კაცია შემთხვევაში ხო ყველაფერს რო თავი დაანებო ამ 9 თვიან პატიმრობას ხო რაც ყვილად ისხდნენ ხო ესე გამოვიდა არა გამოუშვეს არა ვერ დაუმტკიცეს აი ახლა ამ 9 თვის განმავლობაში ნუ თვითონ რა განიცადეს ეს სალკე ამბავი არის მისმა ახლობლებმა ოჯახის წევრებმა აი რა განიცადეს რომლებიც ელოდებიან ამ 9 თვის განმავლობაში უზარმაზარ ვადას ან უვადო პატიმრობას ხო აი ყოველი დღე არის ჯოჯოხეთი ხო აი როგორი ამბავი არის და თითქოს არაფერი ხო ან ისედაც რო დაიანგარიშო ნიკო ეს 9 თვე საშუალოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობიდან რა პროცენტი არის დამიჯერი არ არის ცოტა არანაირად ცოტა არის ხო 9 თვის განმავლობაში სიცოცხლე იბადება საერთოდ ხო? ეს ახალი ნორმალურობა არის ეს, რომ ფიქრობ, იცი რა,
ბევრად უარესით შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ აი სისტემა მიწოლოდა ბოლომდე და რა იზავ, ხო? ხო, აი ეს არის, მართლა ახალი ნორმალურობა არის. და ის რაღაც ის მანდატურები, ის დღე, რომელ დღესაც, ესე იგი რაღაც ველურებივით არ მოიქცევიან და არ გადათელავენ ამ ჟურნალისტებს და ან სასამართლო პროცესზე დამსწრეებს, ხო? გონია რომ აი მართლა ის არის, ნორმალური არის და ნორმალურად ჩაიარა და კარგი დღე იყო. ახლა იმ დროს სანამ აქ შემოვიდოდი, ლაშა ბუღაძეს ჰქონდა აღწერილი ეს სიტუაცია და ეს მანდატურების კაცს ეწერა, ესეთი ძალიან ესეთი შედარება იყო ეფექტიანი. კორიდორის მარტორკა, რაღაცნაირად მართლა ეგეთი არის, ტანად დიდი არის, ძირითადად დერეფანში ოპერირებს და რო შემოვარდება სრულიად უკონტროლო ისა აქვს მოძრაობები, ენერგია და აი მაგ დერეფანშიც და კორიდორშიც ვერ ემალები და მართლა როგორც მარტორკის ეფექტს ქმნის რა, რომ ფიქრობ რომ გადათელავს ყველას. ეგ რა ეს არის რაღაცნაირია, რამდენჯერმე მქონია შეხება ადამიანთან სამართალდამცავი სტრუქტურის თუ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთან, რომელიც ტიპირო სიზულით გიყურებს უცებ სიტუაციაში. ოღონდ პირადად შენ კი არ გიცნობს ან აი წინასწარ ეს რა ვთქვი ხოლმე, სამჯერ თუ ოთხჯერ მქონია, როცა ფიქრობ რომ კაი შეჭმა ადამიანი არა ხარ, ანუ არ მიცნობ, პირადად ჩემთან არა გაქვს არაფერი. დაჟე დაძაბული ვითარებაც არ არის, უბრალოდ აპრიორი მოდიხარ, რომ მე აქ და თქვენ ისინი და ვინ ჩვენ, ანუ არ იცი ვინა ვარ. არც სახელი იცი პირველად დამინახე. ის არის ხოლმე ეგრე ჟურნალი, ანუ ბევრს მოუყოლია, რომ მაშინვე ჩვენ ახლა ის ზუკა ბოდიში წყალი და მისხი გეხვეწები რა. სხვისი მონაყოლი რო არ გავიმეოროთ, ხო, აგერ ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ჩვენს თანამშრომელს ნინო თარხნიშვილს ჰქონდა შეხება, ხო? სრულიად უსამართლოდ მიაყენა შეურაცხყოფა. მანამდე არანაირი შეხება არ ქონია, არანაირი აი როგორც იტყვიან კონტაქტი ზედაპირულიც კი და აი უძახა ისე, როგორც აი ნებისმიერ სხვა ჟურნალისტს უძახის. ანუ არ არის აუცილებელი მან იცოდეს ვინმე სახელი და გვარი. ხო. და რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გქონდეს. ცუდი ის არის, რომ ხა მომავალში რა მოხდება, არავინ არ ვიცით და ცხადია, მაგის მარჩიალობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ შეიძლება რომ გონიბრული ვარაუდი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში რა როგორ მოხდა. ის რომ ბევრი თქვა ქართული ოცნების ხარდამჭერის მიიჩნევს რომ რაღაც პერიოდია და მორჩება და მე სხვანაირად იქნება, რაღაც ძველი ნორმალურობა დაბრუნდება. თუ მეზობელი ან რაღაც ცოტა უფრო შორეული მეზობელი ქვეყნებიდან ვიმჯერებთ, ეგ არ ხდება. ან თქვა ბელარუსში დღემდე აღარ არის აქციები. და ვიღაცებს თავის დროზე ჩვენი ეკვივალენტი რო თქვა ზოგი რამდენიმე დღით დააკავეს, ბევრად მეტი ადამიანი, იქ ბევრად ცუდად ექცევიან ციხეში, ხა ეგეც უნდა აღნიშნოთ, მაგრამ შეიძლება 2 წლის მერე მოგიტრიალდნენ და ახლა 5,000 ლარიანი ჯარიმა მოგივიდა, იმიტომ რომ Facebook-ზე ვნახეთ, რომ კი მაშინ თავის დროზე არ დაგიჭირეს კამერებმა, მაგრამ Facebook-ზე ფოტო კიდევ შენით ნიღაბი გაქვს, მაგრამ ნუ შენი ფოტოა და ვიცით რომ არის და ამიტომ ახლა 5,000 ლარი მოგივიდა. რომელიც ხა კიდევ ერთი რა ვიცი წინასწარ მოხდება თუ არა რამე, მაგრამ თუ რამე მეზობლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შორს არ არის რამდენიმე თვეში. შეიძლება 1 წელს ანუ მუღამი ის არის რომ არ მორჩა არასდროს. 2 წლის მერე მოგივიდა ის არის Facebook-ზე ფოტო გედო და რა ის რატო გედო ფოტო. თუ სისტემა არჩევნებით არ ახლდება, აი ის გადატვირთვა არ ხდება, ხო? და სისტემა ცდილობს რომ ახალი ნორმალურობით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ყოველი მომდევნო ახალი ნორმალურობა იქნება წინაზე უარესი. ნაკლები არ იქნება. ეს ბუნებრივი არის. დრო არ მუშაობს სისტემის სასარგებლოდ. დროთა განმავლობაში სისტემას უფრო მეტად გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, უფრო საშინელი ახალი ნორმალურობის მოფიქრება მოუწევს. და ვინც სისტემას ემსახურება და თვითონ ფიქრობს რომ ჰუმანური ადამიანი არის და აი ეს დროებითი ამბები ხდება და აი მე გადაივლის და ყველაფერი ძველ იმას ნიშნულს დაუბრუნდება, ესე არ ხდება. ესე არანაირად არ მოხდება. ხო, ანუ რა მოხდება არ ვიცით, მაგრამ თუ რაღაცა ვერც ერთ მაგალითს ვინახავს სხვა რა ხდება, ეგრე ხდება ხოლმე ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ აი რაღაცნაირად ესე იგი. ხო,
გასაგები არის რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება შეარბილოს არ ჭირდება ახლა ეს რეპრესიები, მაგრამ ყოველთვის როდესაც იქნება რაღაც აი პატარა კენჭი გამოჩდება, წინაღობა გამოჩდება, ხო, მეტ იმას იმკაცრეს და სისასტიკეს გამოიჩენს. აი ესე იყო, მაგალითად, სტალინის საბჭოთა კავშირი, ხო, ერთგვაროვანი ხო არ იყო არა? სტალინის დროს ერთი ამბები ხდებოდა, მერე ხრუშოვის დროს სხვა ამბები ხდებოდა და მერე ბრეჟნევის დროს სხვა ამბები ხდებოდა. მაგრამ უყურე მასშტაბი იყო სიტყვაზე ისა განსხვავებული, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინც ძალაუფლებას, ვინც წყობილებას იმას საფრთხეს უქმნიდა, არანაირი დანდობა არ იყო. ჩვეულებრივი იყო, დახვრეტის მუხლებიც იყო, გადასახლების მუხლებიც იყო. ხო, ანუ კიდევ ერთხელ ყველაფერი ეგ ის არ არის, ფიზიკა არ არის, რომ ყოველ ჯერზე ზუსტად ერთნაირად ხდება ხოლმე, რაც მე წამიკითხავს ისტორიაზე, ისტორიკოსები მსჯელობენ ხოლმე თემაზე, მეორდება თუ არა ისტორია და ამბობენ, რომ მაგას ვერ გაიგებ. შეიძლება რაღაც ერთ შემთხვევაში ესე მოხდეს, მეორე შემთხვევაში მეორეჯერ, მაგრამ რასაც გასწავლის ისტორია, რომ ესე შეიძლება მოხდეს. ესე მოხდება კი არა აუცილებლად, მაგრამ თქვათ თუ დიქტატორს მისცემ იმას, რაც უნდა ერთ კონფერენციაზე, მე ის წავა და თავისას გააგრძელებს მაინც. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ჯერზე შეიძლება დიქტატორი დაკმაყოფილდეს ცოტათი. ან მესამე ჯერზე თავიდანვე წინაღუდგე და უარის გამოვიდეს. ვერ გაიგებ. ერთ-ერთი რაც მიყვარს მაგ პერიოდიდან, რასაც კითხულობ ხოლმე ისტორიაზე არის, მიყვარს არავის არ უყვარს 27 წლის რეპრესიები. რომელსაც ბევრი არავის არ უყვარს. ხო ამბობენ ხოლმე ერთი ულვაშა წამოაყენა და 2 თუ 3 სადაც წამიკითხოს, ანუ სამივე აღნიშნავს, რომ უცნაური რაღაცა იყო ეგ რეპრესიები, იმიტომ რომ როგორც წესი რეპრესიები არ ხოლმე რაღაცაზე პასუხი, რაღაც კრიზისზე. არაფერი კრიზისი მაშინ არ იყო, არაფერი ძალაუფლება სტალინს არავინ არ ემუქრებოდა, საერთოდ ყველა გაწყვეტილი ყავდა გარშემო, ვინც ოპოზიცია იყო, არავინ არ სათხმას არ იღებდა მაგის წინააღმდეგ და თან დაერია თავიდან თავის ვერდგულეს ხალხს, რომლებიც არაფერი ესე იყვნენ, რომ რა გაგიკეთოთ იოსებ ბესარიონის მიბრძანეთ და იმას ვიჟამ და ამან არა უნდა ჩაგაგდოთ და გაწამონ. ორჯონიკიძე იყო ესე რომ აი რა დაგაკელი თავიდან ბოლომდე შენ გვერდზე ვიბრძოდი, იმან აი ახლა წახვალ და ბიჭო, კაც სტალინის ცხენს ეძახდა, სტალინის ცხენს თუ ვირს ეძახდნენ რა, იმდენად ერთგული იყო რა სტალინის, ხო? და ჯანმრთელობა ხო გეუბნები მართლა შეწირა იმ ბოლშევიკების საქმეს და სტალინს ხო ტიპს ტირკმელი არ ქონდა, ცალყურში არ ესმოდა, როგორც ამბობენ ის სასქესო ჯირკულებიც ის ქონდა და ხო, ანუ კიდევ ერთხელ ცხადია ორჯონიკიძემ თავი მოიკლა, მაგრამ ნუ არა, ის სიტუაცია კაცი იყო, ის სახალხო კომისარი იყო ხო და თან ამხელა დამსახურებების აი ახლა კავკასიის გაწითლებაში, საქართველოს ოკუპაციაში, ჩრდილო კავკასიის გაწითლებაში, ახლა ორჯონიკიძის ბიოგრაფიას რო კითხულობ, ხო, ეგრე ის როგორ გითხრა, იცი? აი არ ყოფილა ესეთი თეორეტიკოსი, რომ აი პარკეტზე იჯდა და რაღაც იმას მარქსის და რაღაც იმას ტიპი დადიოდა აულებში და იმებში და მართლა იმას მის ათulis სისტემაში ჩვენთვის ხო საშინელი ტიპია, მაგრამ ბოლშევიკების ათulis სისტემაში, იმათის კოორდინატთა სისტემაში იყო ძალიან მაგარი ტიპი და თავდადებული. ის უცხოელები წერენ ხოლმე მაგ პერიოდზე, ანუ არა ქართველები, ვისაც პირდაპირ არ შეხებია ორჯონიკიძის ქმედებები. აშკარად ჩანს ხოლმე, რომ ყველაზე მეტი სიმპათია აი მაგ დროს მოღვაწე ბოლშევიკებს შორის სერგოს მიმართ აქვს, იმიტომ რომ ასნაირ ვაშკას ტიპად მიიჩნევენ, რომელიც თავისი პრინციპების ერთგული იყო. ხა აქედან ჩვენ დიდი ზარალი მოგვაყენა და ზიანი და პრინციპებსაც არ ვიზიარებთ, მაგრამ აი დანარჩენი ვინც იყვნენ ტიპები იმათ. ხო, მაგას გეუბნები, იმათ კოორდინატთა სისტემაში იყო ძალიან მაგარი ტიპი. აქვე ისა ანეკდოტივით ეს ორჯონიკიძეს ძეგლს რო უდგავდნენ, ნოდარ დუმბაძეს მიეწერება ეს ენაკვიმატობა. ადგილს არჩევდნენ და ბოლოს სადაც იდგა ძეგლი მე დროულ ხალხს ემახსოვრება, იქ რო შეარჩიეს ეს ადგილი, დაიწყო მსჯელობა და ცალკეულმა ტიპებმა, რომ ეს არ არისო რა, კარგი ადგილიო რა, უკეთესი ადგილი ეკუთვნისო და ეს არ არის კარგი ადგილი და რო შეუკიკინეს და აღარ დაამთავრეს კარგი ადგილი, კარგი ადგილები რაც იყოს ხებს მიცავ. რაც არის ეს არის. ხო, ანუ ვისაც არ ახსოვს, რატო თქვა, არ თქვი, არ ვიცი, თამარაშვილის გამზირზე იყო, ხო? გამზირზე თუ ქუჩაზე არა, გამზირი კაცო, ქუჩაზე, ხო. მე მოვესწარი კიდე და მახსოვს, ანუ როცა ის იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, საღებავების იყო, საღებავებს ესროდნენ და ერთ-ერთი ვიღაცა ყვებოდა ჩვენთან სტუმარი მოსული, იქ ვიყავიო და ტიპმა ეს საღებავი ესროლაო,
რომელიც მოხვდა ძეგლს გამოვარდა და ვიღაც მანქანას დაეცავა და ის მანქანის ყოლი გადმოვიდა და სერგოს აკინებს. სერგო მესმე. შენ რო ამბობდი ახლა ნიკო ისა არანაირი საჭიროება არ იყო ამ სისხლით მორწყვისო და ხალხის დახოცვის და იმის დახოცვა მოწონდა ევასებოდა. ესეთი მარშალი ბუდიონი იყო ძალიან ეგზოტიკური ტიპის სამოქალაქო ომის გმირი, რომელსაც ასევე მიეწერება ის ამბავი, რომ ტიპი მთელი გულწრფელობით ფიქრობდა, კავალერისტი იყო და კავალერია ჯობდა ტანკებს ესე ფიქრობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს უკვე მე მგონი თუ ხო მეორე მსოფლიო ომსაც მოესწრო და ხო მეორე მსოფლიო ომის დროსაც იყო მაგრამ ნუ ის იყო ანაქრონიზმი ასე ვთქვათ რა ხო და მას მიეწერება ესეთი რაღაცა რუსულად რო ვთქვა ხო ისა ჩემთვის სულ ერთიაო მეო იმის შაშკა რა კავალერისტებს ხო ეს ქონდა ცხენი და ხმალს იხმია ჩემთვის სულ ერთი არისო ვის მოვკლაო მეო ამ ხმლის ქნევა მომწონსო მე ვასება ნე სირაუნდო კაურუბაცო ნე შაშკუ მახაც რა ვიცა და სტალინც ეგრე იყო რა რო სიამოვნებდა ხარო მოკლა და ხო თან იმეებში ხო არის სულ აინტერესებდა როგორ იქცეოდა დაკითხვებზე აღიარებას აკეთებდა თუ არა და მოკლედ ბოლო წუთები როგორ იქცეოდა ეს ერთი ისტორიული პოდკასტია ცნობილი ალბათ ახლა ყველაზე ცნობილი Rest is History სადაც ადრე მახსოვს რაც განიხილავდნენ რომ რა განსხვავება თქვა სტალინსა და ჰიტლერს შორის და ერთ-ერთი დიდი განსხვავება ის იყო ამბობს რომ თუ მაღალჩინოსანი ნაცისტი იყავიო ჰიტლერი ტვის ბურღავდა რომ ლაპარაკობდა შეუჩერებლად არ გისმენდა და რაც მაგრამ შეშინებული არ გამოდიოდი ან არ გეშინოდა რომ ის რაღაც თავისიანებს ეგრე არ ხოცავდა ნუ ვერ მოესწრო სტალინი მეთხანს იყო და მეტი ის გამოიარა ეტაპი მაგრამ ჰიტლერს რაც შიდა რეპრესიები ჰქონდა ბოლოში ანუ როგორ თქვა გაუმართლებელი არ იყო თქო, მაგრამ ის იყო შეთქმულება იყო მის წინააღმდეგ მართლაცდა და მე ხა ვიღაც გარეშე ხალხიც მოხვდა იმაში საპასუხო ამბებში. სტაუფენბერგი და ეგ ხო, მაგრამ მოკლედ თავის ნაცისტებს იშვიათად ის გრძელი დანების ღამე და ისიც ხა საბჭოთა რეპრესიებთან შედარებით არაფერი არ იყო ეგეთებს ერთ საათში ხოცავდნენ ხოლმე თავის დროს და სტალინთან თუ აუდიენციაზე შედიოდი განსაკუთრებით მერე უკვე 30-იანი წლებიდან და მერე მაგარი ჩასვრილი იყავი, იმიტომ რომ შეიძლება შემოხედოს, а что вы, товарищ Шерхияშვილი, или Кардава, я не совсем понимаю თუ რაღაცა და მე მიდიხარ სახში არ გძინავს ერთი კვირა, შეიძლება რამე მოხდეს მაგის გამო, შეიძლება არაფერი. ო, არა, ნუ ისა ამან ძლიერი ხასიათის კაცი იყო. ხო, აიგრო ის არის, ხო, საზომი. ხო, ნუ გასაგებია რომ ამან რო რაც ესეთი საბჭოთა კავშირს თვითონ და ამ დაპყრობილერებს გაუკეთა, მოკლედ შიდა რეპრესიები, ნუ ენით აუღწერელი რა. ის ნახე შემთხვევით სი ძინპინის და პუტინის საუბარი რომ ჩაიწერა მიკროფონმა რომელიც მათ გამორთული ეგონათ და მე ყველა ატრიალებს და უცნაური რამეა. ის ქონდა გაკეთებული გატიტრული. ანუ ვისაც არ მოგისმენიათ იმაში იყვნენ პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ აღლუმზე, რომელსაც ჩინეთი ცოტა სხვა დროს აღნიშნავს, ეგენ იმპერიული იაპონიის დაცემის დღიდან ითვლიან და ამბობენ რომ უფრო ადრე დაიწყო ომი, ვიდრე ჩვენ ვამბობთ ხოლმე მეორე მსოფლიო ომი მანჩურიის ოკუპაციით. ახლა ჯვარი მანჯურია იყო ჩემს არ ვიცი, მოწაფეობის დროს. შეიძლება ჯვარი თუ ჩვარი. მეგრელები არ იქნებიან წინააღმდეგ. ხო და მოკლედ ლაპარაკობენ სი ძინპინი და პუტინი რომ რაც 70 წლის ვართო, მაგრამ ახალგაზრდები ვართო ჯერ კიდევ, იმიტომ რომ შეიცვალა დრო და მე ამბობენ როგორ შეიძლება რომ უფრო მეტი ხანს ორმაგი ტრანსპლანტაცია ორგანოების გადანერგვის შედეგად გაიხანგრძლივო სიცოცხლე გაცილებით უფრო მეტ ხანს ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი. რაც არის ორი კუთხიდან რომ ერთი რომ 70 წლის კაცი მაგას ლაპარაკობდეს რა არ არის გასაკვირი შეიძლება აგერ ვერის პარკში როცა გახსნიან დაჯდეს ვიღაცა ორი სტარი პირდუნი ხო, შეიძლება იქ ვერის ბახში შემომტრს უმახსოვს, რომ იქ უფროსი ასაკის ხალხი იჯდა და ჭადრაკს თამაშობდნენ და რაღაცებს ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ მეორე მხრივ რო იცი რომ ორი ერთ-ერთი თუ ყველაზე გავლენიანი ტიპები არ არიან მსოფლიოში. ანუ ტრამპს კი არ ვაკნინებ, მაგრამ პუტინი ბუშის დროიდან არის და სი ძინპინიც кайხანია არის. სი ამერიკის პრეზიდენტები მოდიან და მიდიან და ეგენ იქ არიან. მესამე ვადით წავიდა სი ძინპინი და ის პარტიის ყრილობა რო იყო ძალიან მაზალო იყო. ანუ რო იცი რომ რასაც ლაპარაკობენ თვათ კონსპირაციის თეორია არ არის რა იცი. ჩინელი მეცნიერები რა აქვს გამოგონებული. წინ არის მაგათი მეცნიერები. ხო, მაგრამ ნიკო, იმიცი რა არის ენტროპიის დისკანონს და თერმოდინამიკის მეორე კანონს ვერავინ ვერ გააუქმებს.
გააკეთებს ენტროპია თავის საქმეს. ეგრე იქნება. უბრალოდ აი ეს მეც თავიდან თქვი კარგი იყო და რაღაცას. ენტროპია თავის საქმეს გააკეთებს. ჯიმშერახიაში. დაჟე ცოდი იყო. არა უშავს. ხო. ჩვენ საქმესაც გააკეთებს. აი გაცილებით უსამართლო იქნებოდა სამყარო, რომ რაღაცნაირად რაღაც მატერიალურ შესაძლებლობებზე ვიღაცის აი გაიმასქნებაზე იყოს დამოკიდებული უკვდავება. ხო? ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი და როგორც წესით აი ეგეთი ვაცები ძალიან ხშირად ახსენეს ეს ლიოსასის ვაცის ნადიმი ამ კონტექსტში აი ამ იმის ავტორიტარიზმების აყვავების ამბავში და ეგენი იხეირებდნენ ის რომ სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა უდავოდ პროგრესია, უდავოდ პლუსია, მაგრამ მინუსი ეგ არის, რომ აი ესე ცუდი პინტი ადამიანებიც სარგებლობენ და გაცილებით მეტად სარგებლობენ ამ რომ გაიხანგრძლივონ არა მარტო უბრალოდ სიცოცხლე, არამედ აი ესეთი უსამართლო, არასამართლიანი ისა მართლობა. ხო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისტორიული პოდკასტი არის მაიკ დანკანის Revolutions პოდკასტი, სადაც სხვადასხვა რევოლუციებზე ყვება ხოლმე. იწყებს ამერიკის რევოლუციით და ბოლოს ჯერჯერობით იყო რუსეთის რევოლუცია და ბოლოს გააკეთა მარსის რევოლუცია. ანუ უფრო ის არის მხატვრულად მარსზე ხდება მომავალში მოქმედებები, მაგრამ იდეა არის რომ აქამდე რაც ისწავლა რომ რა როგორ ხდება ხოლმე, ეგ არის იმ პერსონაჟებში ჩაქსოვილი და იწყება იმით რომ კორპორაციები მართავენ დედამიწას, რომლებიც მარსს აკონტროლებენ რაღაცის გამო. და არის გერონტოკრატია, ანუ ვინც არიან ესე სიცოცხლეს იხანგრძლივებენ CEO-ები დიდი ხნის განმავლობაში. და ეგეც საიდან მოიტანა რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ტიპები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან, თქვა ბოლო საბჭოთა კავშირში იყო ეგრე, როცა ერთმანეთზე უფრო მიხსნელი ბებრუცანები, ცოცხალმკვდრები უკვე როცა ბოლოში გამოვიდნენ. ბრეჟნევი, მერე ჩერნენკო, მერე ანდროპოვი და მერე ისა გორბაჩოვმა გაწყვიტა, დიდი შანსი იყო, გრომიკო გაჩითულიყო, ასევე ისიც რომ ნახოთ, როდის დაიბრიდა შორბერს. ხო, გრომიკოსა და ალიევზე იყო ლაპარაკი ამ იმაზე. შენ წარმოიდგინე ჰეიდარზე. ხო, ეგეც ვიცი რომ გორბაჩოვი ჯერ კიდევ ბრეჟნევს ევასებოდა და ის აპირებდა რომ წამოეწია, მაგრამ შუაში ამათი ჯერი იყო თუ რაღაცა. გორბაჩოვი იყო პირველი საბჭოთა ლიდერი, რომელიც რევოლუციის მერე იყო დაბადებული. ყველა მანამდე იყო აი როგორი ისინი იყვნენ. მექსიკის რევოლუციაზე წყვება დანკანი, ანუ ძველზე, სადაც ასევე თავიდან ტიპი იყო, ცოტა შევარდნაძე მომაგონა ის ვისაც წყვებოდა. არ იყო სპირცისხლიანი და რაღაცა, მაგრამ დიდი ხანი იყო, ცოტა აი ბოლოში უკვე ისი შევარდნაძეს ხო ის არის შევარდნაძის რამდენიმე ელფერი არის ახლა ადრეული შევარდნაძე ცოტა უფრო ეგეთი იყო. ნუ ყველა ახალგაზრდები ისევ რატომ რასაკავშირო შედის. სისხლთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ის კაცრი ხელით და მოვიდა ახალგაზრდა შევარდნაძე. იმის თქვა მინდა რომ რაღაც ხანიამ გერონტოკრატიამ როგორც წესი იცის ხოლმე კიდევ ერთხელ არ ვიცით ისტორია მეორდება თუ რა ხდება, მაგრამ ეგრე ხდება ხოლმე რომ არის პერიოდი შეიძლება დეკადა იყოს, შეიძლება ნაკლები, შეიძლება მეტი, როცა არის რაღაცნაირი სტაბილურობა, ოღონდ ჩამპალი სტაბილურობა, რომლის ბოლოსაც თუ ამოხედქა მე ცუდია ხოლმე. ანუ იგივე თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ცხადია მოვიაზრებთ რომ ეს იყო სწორი პერიოდი და კარგი რომ დაიშალა, მაგრამ იგივე საქართველოს და გვერდზე სომხეთს და აზერბაიჯანს და ძალიან ბევრ ქვეყანას დღემდე აქ იარები იმ დროიდან მორჩენილი, როცა ეს ნაციონალიზმმა გაიღვივა, კონფლიქტები იყო, რამდენი ომი გქონდა ჩვენ თვითონ ერთმანეთთან მექსიკაში ეგრე იყო ამერიკა იხნის განმავლობაში და იმის თქვა მინდა რომ ენტროპია როგორ თქვი, ბოლოს თავისას მიწა თავისას მოითხოვს. ენტროპია თავისას იზამს, რა თავისას. არავინ, რაც არ უნდა ჭკვიანა გამჭრიახი ტიპი იყო, მე ბერდები და რაღაც ხანში ვიღაც უფრო ახალგაზრდა უნდა მოვიდეს შეუქცევადად და რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებ ამ რაღაცას, მით უფრო მე ცუდია ხოლმე, ვაფშე სულ ყველასთვის, ანუ რახან შენ დაჟე თქვი, მე ვაფშე ვიტყვი. რომ ეს არის თავი, კაროჩე. ესეც უბრალოდ ისტორიით გაკვეთილები გავიმეორე რაც ვიცი. ამ იმ ისტორიის პოდკასტში ეს ბოლშევიკების ის გადატრიალებაც რევოლუციათა აქვს და რევოლუციის ფონში ეს ბოლშევიკებმა რო აი ეს ხო ორი იყო ერთი ის
პირველი ბურჟუაზიული და მერე ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. დროებითი ის მთავრობა არ იცი საიდან იწყებს კაცო 1905 წლამდე იწყებს ანუ ეგ რაღაცა ამბობს რომ ჭკვიანურად აქვს მოყოლი როგორც წესი ვცდილობთ ხოლმე რომ რევოლუცია რაც ერთი თარიღი იყოს რაღაც ბასტილიის აღება ან რაღაცა პეტერბურგის პროცესი არის ერთი დღეს არა აქვს მნიშვნელობა როდის დაიწყო და როდის დამთავრდა ესეთი შეგიძლია რაღაც თარიღი ხო ამარა არის ისტორიკოსი არ არის მაგრამ ძალიან კარგი ისტორიის მოყვარული და ჩამომყალიბებელი ახლა დარწმუნებული ვარ სტაფი ეყოლება გუნდი ეყოლება არა მარტო თვითონ არის აი როგორ ახერხებს მარტო ამ ხელნაწერს ერთი აქ გაკეთებული რომის ისტორია თავიდან ბოლომდე მოყოლილი რითაც გახდა ცნობილი რითაც საერთოდ პოდკასტები შემიყვარდა და ეს არის თავის საქმე მარტო მაგას აკეთებს ხო მაგრამ ნიკო მაინც ის არის ხო ძალიან ესეთი შრომატევადი საქმე არის აი მე ხო გეუბნები აი ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი პიტერ აკროიდის ტემზა მდინარეზე ხო ტემზა წმინდა მდინარე იქ რო წავიდის ბოლოში რომ ნახე ჩამონათვალი ვინ ეხმარებოდა და რა გუნდი იყო ფეხზე წამოვდექი რა ხო ну ხეს თითო ეპიზოდი არის არა თითო არის 9 საათიანი ეპიზოდი 1-3-4 წიგნი მაგისთვის წაკითხული რა ამბობს ხოლმე წყაროებს აი და როგორ არა პოდკასტებში ხო ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება თვითონ ხარისხზე მნიშვნელოვანი არის სიხშირე ხო იმიტომ რომ რაღაც პერიოდულობით უნდა გამოდიოდეს რეგულარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოდიში ყველასთან მეთანაც პოდკასტი მაქვს და მანდ მოვიკოჭლებ ხოლმე ჭრილობაზე დაგარგა ხო რაღაცთან ისექენი რომ ვითომ ხისებ შემთხვევით ხო აი თოკი ჩამოხრჩობილის სახში თუ მაგრამ ნუ მაგის კომბინაცია შეიძლება რეგულარულად დაკეთო და არ იყოს კარგი და ვისრათ უნდა ეგრე ანუ ეს ხო არა ეს კარგად ყვება რა შინაარსი აუცილებელია მაგრამ არასაკმარისი რეგულარულად ნამდვილად როგორც ის წინაცხოვრებაში მათემატიკოსი აუცილებელი და საკმარისი პირობა ყველგან მუშაობს. მაგრამ რატომ ახსენდება ხოლმე ისტორია რა ძალიან პატარა რო ვიყავი მაშინ ვერ ხედავდი ამას და ეხლა უფრო ხვდები ხანდახან როგორ მოქმედებენ შენზე ისტორიის ძალები რომელიც ეს ტალღები რა ვთქვათ ავტორიტარიზმის ტალღა თუ რაღაცა საქართველოში რაც ხდება ეს ხო რაც განყენებული ან განზოგადებული ის არ არის ვცდილობ რომ დაალაგო გონივრულად რომ რაღაცა ის ნარატივის სახე მიცე რომ როგორც წესი აქამდე ქონდა ხოლმე რომ მოსკოვიდან ეს წამოვიდა კგბ-მ ესკნა მაგრამ მარტო ეგეც არ არის ანუ აი რაღაცეები არის რაც ქარიშხალივით რომელიც მოქმედებს და იცი რომ ანუ რა ვიცი ხა შენი უნდა გააკეთო და რაც შენ მოგეთხოვება როგორც ადამიანს შენი ღირსების შენი ეთიკის და იმის ფარგლებში ისე უნდა იმოქმედო მაგრამ ну აი ცოტა ისე ხარ რა რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო სოფელში ხარ კარტოფილს თოხნი და ამ დროს იქიდან მოდიან ვიღაცა ტანკები და ну აი რავი ეგ მოცემულობა გააქვს და მე რასიზმ არიცი ხო ანუ ისა საზოგადოების განვითარება და ეს კანონები ну მოქმედებს და მუშაობს და ამის ცოდნა არის საჭირო ხო რომ ეს რაღაცნაირ არასწორი დასკვნები არ გააკეთო შეიძლება მცირე ინფორმაციით ერთი დასკვნა გააკეთო და დიდ კონტექსტს რო ხედავ რეგიონალურს და კიდევ უფრო გლობალურს სხვა რაღაცეები გათვალისწინებთ აი ხა ფლორიდაში გუშინ თქვეს რომ გააუქმეს სავალდებულო ვაქცინების მანდატი სკოლებში. აქამდე ისევე როგორც ყველა წესიერ ადგილას, სკოლა მოითხოვდა რომ ბავშვი რომ იყავს იქ რაღაცებზე უნდა იყოს აცრილი. კოვიდიდან მოყოლებული რახანეს აცრები მეცნიერების საკითხს გასცა და პოლიტიკურ ჭიდილის ობიექტად თუ რაღაცად გადაიქცა, ეგეც არის რომ ამბობდნენ რომ ეს მაგის მოთხოვნას მონობას ადარებდნენ, რომელიც ძალიან ზედმეტად მეჩვენება ისედაც და ეხა შეგიძლია სკოლაში ბავშვი მიიყვანო, რომელიც არ არის არაფერზე აცრილი, იმიტომ რომ თუ რამე სიკეთე მოგვიფიქრები ადამიანებს, ანუ არ არსებობს გამოგონება ინტერნეტიან არაფრიანად, რომელიც ისე გიცავს როგორც აცრა, იმიტომ რომ უბრალოდ იაკობ გოგებაშვილს რო გადახედავ, გოგოს რო ყვავილი დაემართა და გაუმართლა რო ცოცხალი დარჩა, მივხვდეთ რომ მთელი ცხოვრება დამახინჯებული წერია, ეხლა არ ვიტყოდი შეცვლილი აქ სახე, მაგრამ ნუ ფოტოებზე რო ნახავ და ხალხი რას შვებოდა რომ ოღონდ ეგ არ დამართმოდათ. იცი რა და ხამობე რომ არაო და თან მე არის ხოლმე კონსპირაციის თეორიები რომ ამითი ნახე რაღაცა შემოყავ და მე თავისიანი ვინც არის ანუ იმაზე კი არ ვავითარებ კონსპირაციის თეორიას მაგრამ მას კი ევასებოდათ მას კი რომ ლიტერალი ჩიპი უნდა ჩავდგა ტვინში რომელიც ანუ კარგი გეგმა არის რაც არის ანუ რაღაც ხალხი ვერც მოძრაობს ტვინით ამოძრავდება რაღაცა მაგრამ ხო აჩერებული უნდა ჩიპს დგამს ტვინში მართლა და პუტინი და სი ძინპინი ლაპარაკობენ რომ ორგანოების გადანერგვით სულ ახალგაზრდები უნდა იყვნენ და ბავშვი აცერი ოხერი იმაზე ბატონებზე იმიტომ რომ ბატონები მოეფერე და ჩამოაფარე და ნიორი აჭამე არ არის რა ძალიან
ვერაგი და საშიში დაავადება. მაგიტომ რომ არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, რომ თუ პატარა შანსი გაქვს, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს. რად გიღირს ინსტაგრამი და ისა ელექტრომობილი მაგის ფასი, არაფერი არ არის. ძალიან უცნაური არის, რომ არის რაღაცეები, რაც უბრალოდ ავტორიტეტს უნდა დაუჯერო და არის რაღაცა, რაც შეიძლება შენ თვითონ შეამოწმო სტატისტიკით, წყაროებით და ასე შემდეგ. რას აკეთებდა ეს ყვავილი და შავი ჭირი და რა ვიცი, ქოლერა და აი 1000 უბედურება და ის და როგორ შეეწინააღმდეგა, შეებრძოლა მედიცინა და რა მოიტანა ამ მედიცინის განვითარებამ, ხო? ადვილად გადასამოწმებელი არის ეს ამბავი. ხო და ნუ რა ვიცი, აბა თან როგორი ვიწყებენ, სულ ახლახანს იყო და თვითონ ეგენი წერდნენ, რომ აი ეს აცრილები ამდენ ხანში, ერთ თვეში ეს დაემართება, ერთ წელში ეს დაემართება და რაღაც 5 წელში ერთი აცრილის ჭაჭანება არ უნდა იყოს. და 5 ჯირო გაჩდება, მე რაღაცა და არის 5 ჯი და არავინ არ, მაგრამ რატო ვლაპარაკობთ საერთოდ რატო გადავედი, ახლა ისედაც მჩვევია ხოლმე რომ და ტომა აკეთიკით თემებზე, მაგრამ ყველა სამეცნიერო სტატიას თუ ჩახედავთ ნებისმიერს ყველას არა, ბევრს. აი ეს ზოგადი ტალღა ანტიმეცნიერული მიდგომების მოდის კოვიდიდან უცებ რაღაცა მოხდა, როდესაც ხალხმა იხულა, რომ აი ეს აცრები არის ცუდი. მაგის სათავეში დგას ძალიან უცნაური რაღაცა. ერთი კონკრეტული ტიპი, რომელიც აღარ არის ცოცხალი, ბრიტანელი ის იყო, მეცნიერი, რომელმაც ჩაატარა კვლევა, სადაც აკავშირებდა სამკომპონენტიან აცრებს, აი ეს რო არის ბატონები, რომელიც არ მახსოვს ზუსტად რომელია სამი კომპონენტი, რომ ის არის კავშირში აუტიზმთანო. შემდეგ ყველანაირად დადგინდა, რომ ამისი კვლევა იყო აბსოლუტურად გაყალბებული, ამას ჰქონდა ფული აღებული და თავისი პატენტი ჰქონდა, ცალკე 2 კომპონენტიანი და 1 კომპონენტიანი. ანუ ფულის გასაკეთებლად აკეთებდა მაგას. სიღარიბეში მოკვდა ძალიან კარგი. საკანონმდებლო რომ მანამდე ვიდრე ამან ეს ამბავი ატეხა და მე თავისი ვიღაც ისინი მხარდამჭერები გამოუჩნდა მედიაში, ათეულობით წლის განმავლობაში ეგ საკითხი არ არსებობდა. ანუ არავინ მაგაზე უბრალოდ არ ლაპარაკობდა. არ იყო განხილვის საკანი. თავის დროზე იყვნენ ანტივაქსერები მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მოკვდნენ ისინი და მე ესე იყო რა. იმიტომ რომ მე-20 საუკუნის მერე რამდენიმე პანდემიაც ყოფილა და ცუდი ეპიდემიაც და ყველა ისეა ხოლმე რომ თუ შეიძლება რომ ეს არ დამემართოს. ხო, აცრების გამო არის კაცო რომ აი გაჩერდა და რაღაც მთელი ქალაქი ის სტატისტიკას რო უყურები იმას მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეების იმას, ხო? აი შავი ჭირის სტატისტიკას რო უყურებ, ხო? ანახევრებდა ქალაქებს. აი სანამ, აი კამიუს რო აქვს შავი ჭირი. იქ გარდა იმისა მეტაფორის გარდა, ხო, ისედაც რო წაიკითხო და აი მეტაფორა ის ამ შავი ჭირის და ფაშიზმის მეტაფორა გვერდზე გადადო, ხო? იმა დანიელ დეფოსა აქვს კიდე ისა იმას დღიურები არის, მოკლედ შავი ჭირის, ქალაქის ისა ქრონიკები არის, სადაც შავი ჭირი არის. და აი როგორც ამ იმას შავ ჭირს მეტაფორის გარეშე რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა, როგორ ებრძოდნენ, როგორ ვრცელდებოდა. რო კითხულობ, თმები ყალზე დაგიდგება, უბრალოდ მაგ გარემოში ცხოვრების ის რო არა გაქვს, არ გიწევს ეგეთ გარემოში ცხოვრება, მარტო მაგიტომ არის დასაფასებელი ეს მეცნიერება და მედიცინის მიღწევები. სანამ თვითონ, ესე იგი, თავის თავს არ ამოჭამდა, ასე ვთქვათ, არ დაიღლებოდა, ხო, ეს ვირუსი იყო თუ ბაქტერია თუ რაც იყო, რაც ავლებდა ამ უსრს, ხო? აი მანამდე კლავდა და ხოცავდა, ხო? პრობლემა, უტილიზაციის პრობლემა იყო, გვამების უტილიზაციის. უბრალოდ ის კი არა, რომ გადაარჩინო ვიღაცა და ვიღაცა სადღაც დააწვინო და უმკურნალო, ხო? აი ყველგან, აი თავზე გაყრია რა, იმდენი. და როგორც ჩანს, ეგ ტალღები პანდემიის თუ ეპიდემიის თუ რაღაცის ტვინშიც გვაქვს ხოლმე და როგორც წესი ესე იწყება ხოლმე, რომ ვინც უფრო ჩვენ დროს ხეთ შემხელები და ჩემზე უფროსები ლიბერალური დემოკრატიიდან უფრო მარჯვნივ ვინც არიან ხოლმე რომ ოღონდ მემარცხენეები არ იყვნენ და ყველაფერი მისაღებია დღემდე არიან აქვს ხოლმე მსგავსი დამოკიდებულება მეორებს შეიძლება პირიქით გქონდეთ ანუ ხან მარჯვნიდან ხან მარცხნიდან ხან ერთი ისხდება ხან მეორე მაგრამ ორივეს თან ახლავს ხოლმე რაც არის ალბათ ჩვენი ეხლანდელი პანდემია საქართველოში და სხვაგანაც ემპათიის დაქვეითება და თანაგრძნობის შემცირება. როდესაც აი ესე შვები რომ ვიღაცა ციხეშია არ აუშვას. აი ამას წინათ ერთ-ერთი აქცია ჩადიოდა იქით სკოლის წინ. სამსახურში მოვდიოდი და როგორც ჩანს მანამდე რაც პატარა კონფლიქტი იყო, რომელიც მე არც გაშვდა, არ ვიცი რა კონფლიქტი იყო და რაც ხალი
არც ტროლი არც ბოტი იქვე ცხოვრობდა, ამათ ეუბნებოდათ რაც მოდიხართ აქ რაღაცაო და ესენი უხსნიდნენ რომ აი ბებო ახალგაზრდები რო არიან ციხეში და ეგრევე ვინა მოლოტოვებს რო ისვრიან ახლა მაშინ მე რო პასუხი რო არ რამდენი ადამიანია ციხეში ყველას მოლოტოვის სროლა ედება ბრალად ან ბევრს ედება ან უმეტესობას ან ადვილია რომ ეგრევე ისაქნა რომ ვიღაცა იქ ბავშვები დაიხოცნენ და ეგენი ღირსები იყვნენ იმიტომ რომ იქ ეგ საქმის გამარტივება ეგ ის რომ აი სტალინზეც ხო იყვიან ხოლმე რომ ამდენი ის დახვრით აი ამდენი ის დახვრით აი ეს და ბაბუა ჩემიც დახვრიტა და მე კარგია რომ ალბათ ღირსი იყო და დახვრიტა იგი გადავიდეთ ყველი როა დამნაშავეს ხო და თან რა არის იცი ეს ამ სისტემისთვის კოჭის გორება ხო კოჭის გორება მაინც ცუდად მთავრდება ამ კოჭის გამგორებლისთვისაც ხო აი ახლა მედიაში იყო რომ აი ამ აქციების დროს აი სასამართლო პროცესის მერე გამართული აქციების დროს რომ დააკავეს და ერთ-ერთი ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატის თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის ქალიშვილი რო აღმოჩნდა და აი წარმოიდგინე სისტემა როგორი სასტიკი არის თვითონ ესე იგი თანაპარტიელებმა დაიწყეს პირადი ინფორმაციის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტყუილი მართალი რა მნიშვნელობა უსასტიკეს ეს საქციელი არის ადამიანზე მისგან სრულწლოვანი არასრულწლოვანი რო იყოს მithumetes მაგრამ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რის გამო რომ აი რაღაცნაირად ეს ტიპი რომელიც სისტემის ნაწილი არის იოლად გამოძრეს ამას ითხოვს უკვე გარემო უბრალოდ ის რომ შენ კაი ტიპი ხარ და სისტემას ჭირდები აღარ კმარა რაც დრო გადის თუ ჭანჭიკი ხარ რაღაცნაირად გვიან მოგწდება და რაღაცნაირად მოგწევდა რაც უფრო ახლოს ხარ ამ ძალაუფლების ცენტრთან ხო უბრალოდ შენი კაი ტიპობა და სისტემას რაღაცნაირად იმას შემატებ ეს აღარ კმარა მე სისტემა გჭამს გაუთოვებს ჭეჭყავს და ასე შემდეგ არ ვიცი ახლა მე მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე უფრო მტკიცე მყარი ძვირფასი რა უნდა იყოს და ამ ურთიერთობაში აი ესეთ გარედან რო ხდება აი ამ ტიპის ჩარევა ამაზე საშინელება რა უნდა იყოს რომ შენ ესე იგი მშობელი ემიჯნები შვილს იმის გამო ესე წარმოაჩენს სისტემა რომ ის არის ავადმყოფი ესეთი და შენ ხარ ისა თეთრი ხელთათმანებით აი ამას გთხოვს სისტემა და სხვათაშო ბევრჯერ ახსენეს და ჩვენც ვახსენეთ ეს ვაცის ნადიმი ხო იქ როგორ არის უერთგულესი ტიპი მარჯვენა ხელი ამ იმის ტრუხილიოსის დიქტატორის ჭკუის კოლოფს ეძახიან ძალიან ეგეთი ჭკვიანი და სრულიად ლოიალური სენატორი კაბრალი ეს სრულიად ლოიალური ამ დიქტატორის უცბად მისთვის იცვლება რაღაცა იქ რაღაცას თანამდებობიდან ათავისუფლებენ, არ იჭერენ, არ იმაშებენ ცემენტს, ისა არ აწამებენ, არაფერს არ იმაშებენ, ამ ტიპი იმდენაში ფოთავს, რომ მზად არის ამ ლოიალობის დასაბრუნებლად. ერთადერთი ქალიშვილი არასრულწლოვანი 14 წლის, რომელსაც თან გადაყოლილი არის ხმა, რო დაქრივდა, ცოლი რო გარდაეცვალა, არ მოიყვანა სხვა რომ ამ ბავშვზე ამის სწავლაზე, ამის იმაზე, ამ ქალიშვილს შესწირავს, ასე თქვათ, მის ქალიშვილობას, ქალწულობას და გაუგზავნის. ეს რა არის? აი, ხო გეუბნები, ლოგიკურად შენახარ, სისტემის ნაწილი, სისტემა შენახარ, მაგრამ აი ამას გიკეთებს ბოლოს. ხო, და არავისთვის კარგად არ ვთავრდება ეს. არც ნამუსი აქვს არც ვაცისთვის ბოლოს. კიდე კომენტარები წავიკითხოთ. ჩაურბინოთ. ეს ყველაზე ახლებიდან მაგ დაწყებული. ვახტანგურები გწერს, რომ Silver Button ვერცხლის 100,000 ხელმომწერი რო ყავს მაგის აღნიშნული დაფა დაიკიდეთ უკან კარგო ხალხო. ან არის ანუ კიდევ ერთხელ სამზარეულოში ვსხედვარ და აქ ვიღაცა შაურმას თან მოკრძალებული ხალხი ვართ ახლა. თან თხათ მარტო ჩვენი არ არის. თხათ მარტო ჩვენი არ არის კი არა. სხვა ბევრი ნახვაც და ხელმომწერიც დაგროვდა ჩვენს გარეშეც. თუ თქვენ არ ახართ მათ შორის, გამოიწერეთ რადიო თავისუფლების YouTube არხი. GMM წერს 989-ია. ყველა თემაზე გაქვს წიგნი დაწერილი და თვითონ თუ არაპირებ ამ თემაზე დაწერას, ხო არ გავწევ რეკომენდაციას რუსთავი თბილისიდან პირიქით გზაზე წასაკითხ წიგნს. რა გზა არის? თბილისი რუსთავი 25 წუთი? დრო რამდენი უნდა? იცი რა არის? ხო გეუბნები. იდეაში თუ არ არის რაღაც ხერგილი საცობი და რაღაცა, ხო, ორთაჭალამდე მოსვლა ხდება ძალიან სწრაფად. 15 წუთი,
ამიტომ რაღაცა მოკლე უნდა წასაკითხი. მაგრამ ორთაჭალაში ვინ ჩამოდის? არავინ. მოდიან სიღრმეში. მე რეიწყება მთელი ის თავგადასავალი. აი დღეს, ესე იგი, თავისუფალ უნივერსიტეტში მისვლას მე და ჩემმა შვილმა მოვანდობით 2 საათნახევარი. დრო დავინიშნე. დიღომი ის არის. ხო. მოკლედ ესე ხო. იცი რა არის წიგნი ახლა რავია ბა 2 საათნახევარი კაი დროა. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწერა. აი კაც მე რუსთავი თბილისის გზაზე წასაკითხიო და შენ ზოგადად უბრალოდ წასაკითხი წიგნი? ხო, რუსთავი თბილისის გზაზე რაც წაიკითხოს ადამიანმა. არ ვიცი, იცი რა არის, მე სულ ვკითხულობდი, მე რო ყოველდღე დავდიოდი, ხო? ყოველდღე რო დავდიოდი, სპეციალურად გზისთვის მქონდა საკითხავი. Kindle-ს მაგიტომ შევიძინე, რომ მე ის თვალებზე რო პრობლემა მაქვს, იმას ჩემს Kindle-ს განათების ის აქვს, რეჟიმები აქვს თვითონ და ფონტის გადიდების ხო ბუნებრივად და მაგისთვის და ახლა თუ ხშირად დადიხარ ერთი კონკრეტული რა არის რა მე უნდა ისეთი Kindle ჩაიგდე აღარ არის ხო წიგნი წასაკითხად უფრო მოუხერხებელია იმიტომ რომ კარგი განათება გჭირდება ალბათ ორი ხელით დაჭერა გჭირდება კიდე ეს არის მე რა ქვიათ ამ ტიპებს ნიკო ესე შპაგაძე რო ჯდებიან მენსპრედინგს რო აკეთებ ხო ხო მე რო გავეკაჩე ტიპს დავჭექი ესე და ესე ზის მოყოლილი მაქვს ახლა მე თავიდან მოყევი კაცო ესე გამეორებაც ხო ლიტერატურული ხერხი არის ეს და ნუ არ მიიწია არასოდეს რა ახლა მარშრუტკაში წარმოიდგინე არასოდეს ესე ტელეფონზე ლაპარაკობს და ასაკით პატარა ბიჭია რა ახლა ბიჭია რა ის არ არის ხო და ნუ მეოთხე რა ესე აპირებ გზავრობას უნდა უკვე ისეთი ემოციით ვეუბნები რომ ახლა ეს კონფლიქტზე მივდივარ ასე ვთქვა ხო და რა ფიქრობ რომ ისიც ახლა ასეთ უხეშტოს წესით იმანაც უხეშად უნდა გიპასუხოს და შემომხედა და მე შეატყუპა ფეხები და რატომ ეჭხუბებით ბიძა ჩემო და უცბად დაფიქრდი რომ იმასაკის არ ვარ მე რომ ახლა ის ტიპი გამეკაჩოს ხო კაი იყო მე მქონდა მსგავსი რა საერთოდ არ იყო მსგავსი მაგრამ ასევე წარმოუდგენელი გაუთვალისწინებლობაა ნუ როგორ ანაირად ამ საზოგადოებრივ სივრცეში მარტო ხო არა ხარ ზოგმა იცის ხოლმე მეტროში ხმამაღლა რომ თამაშობენ და პპპ ისმის აი იქიდან რაღაც ფეხბურთს თამაშობს გამოვურთე ხმაღაც ყველანი თამაშობთ მეტროში ერთი მაგრამ კინოში რო ვიყავი ბოლოს მე ხო კინოს ამბებს ყვები ხოლმე weapons-ის სანახავად გვერდზე 5 გოგო იყო თუ 4 გოგო და ერთი ბიჭი რომლებიც თან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ მაგრამ ჰორორზე არ მაწუხებს პირიქით მგონია რომ იმის გამოცდილების ნაწილია და მე ვთვლობ ხოლმე რომ ხმამაღლა შევწახო აქ გიჟივით მარტო როზე არ მაგრამ ეს გოგო გვერდზე რომ ეჭდა ზუსტად გვერდზე სავარძელში ფილმი დაწყებული არ იყო ამოიღო ტელეფონი და კუბიკებს თამაშობს თან შევხედე თან როგორ და ჩამქრალი აქ იმას მაგრამ ესე უყურებს და მე მეშლებანერები რომ აი აქ ჩანს 22 ლარი მაგ გადახდილი რა იმასაც აქვს გადახდილი სახში Netflix-ის დროს მეც ვთამაშობ და ისე მაგ რაღაც ჩართული ანუ რა მაგრამ კინოში ვარ მე ვწუხდები ბოლოში თან ვფიქრობ რომ 10 წუთი არ მორჩა ამის კეთებას. მე ხანდახან მავიწყდება, მაგრამ მე მახსენდება, მე ნერვები მეშლება. მეთქი აქეთ ზის, მაგრამ მოდი ესევე რომ ჩხუბს არ ვაპირებდი, მაგრამ ვეთყოდი რა ბოდიში დაია რაღაცა იქნება ეგ, მაგრამ ეგეც მეზარე ახლა უცხო ადამიანთან ახლა ტელეფონი შეინახე. არა მაქვს მაგის სიხარული და ბოლოს ერთი იმის იქით გადავჯექი, მოვიფიქრე. და ცოტახანი კიდე ქონდა ჩართული ერთი 10 წუთი და მე ხო, უყურე ნიკო, ამ იმან ის რო არის რაღაც კორპორატიული ნომრები და ერთმანეთში უფასოდ რო ლაპარაკობენ და ეგ იქით იყოს ახლა ინტერნეტი თუ გაქვს და რაღაცა შეგიძლია დაურეკო და საერთოდ იმის გამოსახულებით ლაპარაკო. ტიპები ამ გზავრობის დროს იყენებენ ამ კომუნიკაციისთვის და აი მთელ ხმაზე ის კი არა რავი ახლა ეგრეა რომ თუ ფიქრობ რომ გვერდზე მჯდომი არ უნდა შეაწუხო და შენი პრობლემები არ უნდა მოახვიო თავს და ზოგადად იქნებ ვიღაცა კითხულობს იქნებ რაღაცას ფიქრისთვის უნდა რაღაცა და აი როგორ იცი აი ელოდება როდის ჩავარო აი ეს დრო გაიყვანო და მთელ ხმაზე მიდის ეს კომუნიკაციაში და ვიღაცა ამბობდა რომ კარგიო რა როგორ ყვებიო რა შენი რძლის ამბებს შენი მაზლის ამბებს თელსა არ გვინდა რა მე ვერ ხვდები რომ რა აუცილებელია რომ ხშირად ეგეთი სატელეფონო ზარია ხოლმე და ესე რატომ და უყურო თუ ახლა უცხოეთშია და არ გინახავს ხო მაგრამ რა ჩემი საქმეა ეგეც უყურეთ ერთმანეთს არ არის პრობლემა წინაზე ვახსენეთ რომ დასვენების დღე შუაში დაემთხვა ხუთშაბათი იყო და შაბათი და პარასკევსაც გამოცხადდა და რამდენიმე ადამიანი დაწერა რომ ხელისუფლებას კი არ ვეკომაგები თუ ან რაღაცაო მაგრამ ჩვენთანაც ეგრეა ხოლმე ჩვენც არ გაგვიკრიტიკები ამაგის გამო გერმანიაშიც ეგრეაო Brückentag
ესე არისო, მაგის სახელიო, ანუ ხიდის დღე, რო გაყიდვაო და ჩემს არაგერმანელ ჯგუფელებს დიდხანს ეგონათ რომელიღაც კონკრეტული ხიდის დღეს აღნიშნავდით, რაც მომეწონა ამბავი და მეტეხის თქვი. კი, მეტეხის ხიდი ჩვენი ხიდი არის. რამდენიმე ადამიანს საბერძნეთში ეგრე ყოფილა გვიწერენ. ასევე ექიმებთან დაკავშირებით რო ახსენე სხვადასხვა მოსაზრება იყო და თქვა გრინვუდი წერს თმონა 1052. ნაწილობრივ არ გეთანხმებით, რომ საქართველოში მეც გადამარჩინესო და გერმანიაში ნორმალური გამოკვლევაც არ ჩამიტარეს. ანუ იყო ლაპარაკი, რომ როგორი ის არის სამედიცინო სისტემა და ცხადია გრინვუდ თმონა 1052 ინდივიდუალური მოკლედ ექიმების ვაჟკაცობის, თავდადების, გმირობის უამრავი შემთხვევა გაგვიგია და გარშემო ახლობლები ყავს და მეც მყავს კლასელი საამაყო ეგეთი ექიმი, რომელიც რაღაც დროს არ მახსოვს რა ვიღაც ბავშვს დიაგნოზი ვერავინ ვერ დაუსვა და მე ამ ჩემმა ყოფილმა კლასელმა შეხედა და ეგრევე თქვა და მე კი, კაცო, არა. როგორ არა? უბრალოდ რა არის, იცით? ზოგადადაც ეს ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო არის კაფკას სამყარო არის. ჯერ რაღაცნაირად შეხწევაში გაქვს პრობლემები, რაღაც ის საბუთი მოიტანე, იქ წადი, აქ წადი, რო არ გიღები განკეტა გახსენი ეს და გაგზავნიან და გბეზდება და ისა როგორ გითხრა შენი სოციალური სტატუსის შესაბამისად აღარ არის გელაპარაკება, აი უკვე პოტენციური პაციენტი რო ხარ უკვე ხო? შეიძლება თქვენობითაც არა, ის ადი მოიტანე, შარდი სად არის, რა თქმინდა ესა როდინდელია რაღაცის და ჯერ არ გიღებს გაწვალებს გატარებს. მე თუ შეგიწოვა ამ სისტემას მე აღარ გიშვებს იქ წადი ეს რომ მოიტა ის გადაიხადა სადაც და რავი მე ნახე რომ ბავშვი თუ ყავს და რაღაცა პრობლემები აქვს დასახვეწია მოდი რაღაცა პირი თუ არის ან რაღაცა მე მოკლედ რაღაც ჯოჯოხეთები წავიკითხო რომ აღარ დავიწყე მოყოლა იმიტომ რომ არის ჯანდაცვის სფერო დასახვეწია ესე არის ამაზე მეც მიხუმრია არის ხო სხვადასხვა ტიპის ექიმი ოჯახის ექიმი უბნის ექიმი იმის ექიმი და ახლობელი ექიმი აი რაც არ უნდა კარ კლინიკაში მიდიოდე აი ბევრად უფრო გაიმარტივებ საქმეს თავდაჯერებული იქნები დროსაც მოიგებ და ბევრ ამას თუ ყავს ნაცნობი ექიმი ნაცნობი ექიმი მაინც ხო არის და ნაცნობი კარგი ექიმი საერთოდ ჩვენთან ხო თურქეთში დავდივართ ხოლმე რომ ხარისხი უკეთესია ვიდრე საქართველოში მომსახურების ამერიკიდანაც ბევრი დადის ხოლმე ფასის გამო იმიტომ რომ ბევრად იაფია ვიდრე ამერიკაში სადაც უფრო მაღალი ხარისხია ამერიკაში და ამიტომ რაღაც YouTube-ის ვიდეოს უყურებდა ჯერ ვიღაც ტიპი ყვებოდა რა იაფი იყო რომ $1000 რამდენი რაღაცა გამოკვლევა ჩაიტარა თურქეთში და მე პასუხი იყო ვიღაც ამერიკელი ექიმის რომელიც ამბობდა რომ ეგ არქანათ იმიტომ რომ ის გამოკვლევები უმეტესობა რაც ჩაიტარა იმან არაფერში არ გჭირდება და ინფორმაციას არ გაძლევს ანუ ამბობს დეტალებში აღარ შევალ არ მახსოვს ზუსტად რა როგორ იყო მაგრამ აი ეს და ეს გამოკვლევა შეიძლება თუ რაღაცაზე ეჭვი გაქვს ჩაიტარო თუ არა გაქვს არაფერს არ გეტყვის ანუ ზოგადი იმაში არ შედის და აი ეს კიდე შორს წაგვიყვანს მოიცა სასწრაფოდ გადავალ შემდეგ თემაზე Mod Surfer 01 ნიკო სულაკაურის ინდი დამოუკიდებლობასთან დამკარგეო თავიდან მოვყვები რომ რაღაც ბიბლოსი ახსენა ჯიმიმ და მეთქი მე უფრო ინდი მაღაზიები მეთქი და სანტა ესპერანსა და სულაკაურის მაღაზიები ახსენ რომელიც საერთოდ არ არის ცხადია ინდი დამოუკიდებელი დიდი გამომცემლობა ეგეც და ბევრი მაღაზია აქვს მე ანუ თავიდან სანტა ესპერანსა ვახსენ და მე თვითონაც მივხვდი რომ სულელებს ვამბობდი რომ არ არის ინდი პატარა მაღაზია და მე შაქრობა პაპა არის თუ შაქრობა ბუა არის ხო მაგრამ ის მე იმაზე გადავედი მეთქი მაგრამ ხო მართალი ხარ მუდსერფერ არ ვცდილობდი რომ შემომისაღებინა რომ სულაკაურის მაღაზიები ინდი პატარა დამწყები ბუტკებია არანაირად ასევე შენი მეგობრები გამოგვიჩნდნენ რომლებიც ვახსენეთ წინაზე მამუკა რეხვიაშვილი რომელმაც ძალიან საინტერესო რამდენიმე კომენტარი დაგვიტოვა ასევე ბარენჰოფ რეცეპციონ რომელიც იმედია პრონონ არ ვიცი ხო ის ფსევდონიმია ხო რა ალბათ ავსტრიაში ცხოვრობს ხო და ისიც ექიმებზე წერდა ასევე შემდეგი ვავა სტეპანოს რო ვეჭხობე წინაზე ბოდიში მომითხოვა ნიკოსთან არ მინდოდა წყენინება უფრო პირიქითო მეც ბოდიშის მოხდით გეჭხუბი ანუ რო ეწერო ლედზეპელინი ხართო და უთბილესი და უკარგესი და უკიდურესად დადებითი კომენტარი მაგრამ რო წავიკითხე მე ჩავთვალე სასაცილო იქნებოდა რომ მაგაზე ავარდნილი ყავი და მეჭხუბა რომ რატო არ ჯონ პოლ ჯოსი ზოგადად ნიკო ხო არ ჩხუბობ ხოლმე და ნიკოს გაბრაზება და ნიკოს არ გაბრაზებული არ უბრალოდ ჩავთვალე რომ სასაცილო იქნებოდა და გაერთობოდით თან მე მიყვარს ხოლმე რისი კეთება
ახლა მე ვერ გავაკეთებ ახლა იმას სერჟიო ლეონეს შენ უნდა აკეთებ და დუნდუკო და ხო სერჟიო ლეონეს ფილმების ის მორიკონეს მუსიკა გინდა გაგიცოცხლო და არ მინდა რომ გამიცოცხლო მოიცა ვალი პერიძეც მოვიკითხოთ და ამთავრე ამით კომენტარების კითხვა ისქენი აბა ისწავლე დამთავრება სულ მოულოდნელად არის ხოლმე ნიკო რატო ბუღალტერია რატო შემტენე მე ხო კარგად ამთავრებდი ხოლმე ხო გითხარი რატო შეგტენე იმიტომ რომ მე მიმწერე რატო აჩუმებ ჯიმის და მეთქე რა მე ვიწყებ ჯიმი დაამთავრებს კი ბატონო ხო აი დღეს სულ ეს იყო ამე თუ საინტერესო იდეები გექნებათ ან თემები გექნებათ რაზეც შეიძლება სხვა დროს ვიმჟელოთ ვილაპარაკოთ მოგწერეთ ისედაც მოგწერეთ ვიხარია აი წაუკითხავთ არც როგორ იწებები ხოლმე სხვა დროს ეს ციხარ შორნად ლაპარაკობ წაუკითხავთ არაფერს არ ტოვებთ ხო რაღაცა ფუნქცია მომანიჭე და ხო რატომ ფუნქცია მომანიჭეს აი ესე ჩემ მეგობარი кайფობდა თავის უბნელს ესე ზემკაში თუ სადღაცა შორს დილას რაც ზემკაში ზიანოდ არის ნუ ჭია იყო ეს მაგრამ ხო ეგეც იქ ახლოს ცხოვრობდა ვიღაც უსარგებლო უბნელზე იყო რომ ის ჩამოდის ერთი სახით და რა გჭირს ვეკითხებიან ესე მითხრას პურზე ჩადიوان პურზე ჩაუშვეს და იყო გატანჯული რომ ეს რა საქმე დაავალეს რომ სახში პური უნდა ამოეტანა შეიძლება არ არის ოჯახის პურით მომარაგება მარტივი ამბავი როგორი საპასუხისმგებლო ის არის საქმე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით დიდი მადლობა ყველაფრისთვის 100 არ ჯობია